სახელითა მამისათა, დადისათა, დასულისა, წმინდისათა ჩვენთან არსებობს. დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარებიდან ალბათ ერთ-ერთი ან საერთოდ ყველაზე ცნობილი ამბავი ეპიზოდი სახარებიდან, როდესაც იესო ქრისტემ 5,000 კაცი, 5,000 ადამიანი 5 პურით განაწყო. და ეს ამოვლენა, ეს ასაული ქრისტესი აღწერილია 4-ვე სახარებაში. და სინამდვილეში ესე წერია აქ მათეს სახარებაში, რომ 5,000 იყო მარტო მამაკაცი. გარდა თვინიერ დედებისა, დედაკაცებისა და ჩვილებისა. ანუ ესე იგი 5,000 კაცი თავისი ოჯახებით, ცოლებით და შვილებით წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანია. ან სახარების ამ ადგილს აქვს ძალიან ბევრი კუთხიდან შეიძლება მასზე მსჯელობა და ძალიან დიდხანს ლაპარაკი. მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ გარემოებას. ესე იგი აქ რაზეა ლაპარაკი, რომ იესო ქრისტე უდაბნოში გავიდა, უდაბურ ადგილას, მოშორდა ქალაქს და სოფელს, სადაც ბევრი ხელისშემშლელი პირობები იყო, რომ უნდა ამ ხალხთან საუბარი და გარდა ამისა კურნავდა უამრავ ადამიანს. ესე იწყება საერთოდ სახარების ეს ადგილი და ეს 5,000 ადამიანი მთელი დღე იყო იესოსთან ერთად უდაბნოში და უკვე საღამო მოახლოვდა. და მოციქულებმა უთხრეს, რომ გაიხოცა ხალხი შიმშილით უკვე ძალიან ისე და გაუშვიო, რომ თვითონ მონახო თავისთვის საჭმელი. იესო ქრისტემ არ გაუშვა არც ერთი ადამიანი. თქვა, რომ აქ დავაპუროთ ისინიო და აბა რა გვაქვს და ვიღაც მაწულს აღმოაჩნდა, მერე ის ჩვენ მასზე ვისაუბრეთ, ეს ადამიანი მერე მდელი გახდა, ადრე გვაქვს ნასაუბრები და მთავარი გახდა, ძალიან ცნობილი პიროვნება, დღესაც არის ესა და დღესაც არის მისი სახელი ცნობილი. და მოკლედ ამ ბავშვს ვინც აღმოაჩნდა 5 პური და 2 თევზი. იესომ აკურთხა 5 პური და 2 თევზი და ეს 5,000 მარტო მამაკაცი და ქალები და ბავშვები განაწყო ყველა. და აი რას მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო. ერთი რომ იესომ არავინ არ გაუშვა და მეორე წარმოიდგინეთ 5,000 და კიდევ მეტი, ანუ 10,000 და ანუ მეტი კიდე ადამიანი და ეს ადამიანები იყვნენ, შეიძლება ეთქვა შემთხვევით შეკრებილები. კი იესოსთან აინტერესებდათ საუბარი, მაგრამ 1000-ნაირი ადამიანი იყო მათ შორის. და მინდა დაგარწმუნოთ, რომ მათ შორის ბევრი იყო ისეთი, ვინც მერე იძახდა ჯვარს. ანუ ესენი არ იყვნენ დახვეწილი და იდეალური ადამიანები და არც კეთილები არ იყვნენ ყველანი. და არც ყველა არ იყო იმისთვის მოსული, რომ იესოსგან მადლი მიეღოთ, არამედ ზოგი სწორედ იმიტომაც იყო მოსული, რომ მოეფიქრებინა, აი ცილი როგორ დაეწამებინა და ჩასაფრებული ადამიანებიც იყვნენ. ასეთი შემთხვევები სახარებაში სხვა ადგილზეც არის აღწერილი. და ბევრი ადამიანი მოვიდა. მაგრამ ნახეთ, არათუ არ გაუშვა იესომ, არამედ ყველა დააპურა და წმინდა მამები რას ამბობენ ისიც, რომ ეს მსგავსი არის ეს 5,000 კაცი. რო წარმოიდგინოთ, ეხლა აქაც რო შევკრიბოთ 5,000 ადამიანი და პური რო დაურიგოთ, რამხელა რთული ამბავია, ხო? ეს ძალიან ეპოქალური მოვლენაა. მერეც მოახდინა იესომ იქეთ სასწაული, მაგრამ რო დაუკვირდეთ, ეს არის რაღაცა იმის მსგავსი, როდესაც მზე ანათებს და მზე რო ანათებს არ აძლევს სხივებს მარტო კეთილ ადამიანებს. ყველას ანათებს, ბოროტმოქმედებსაც ანათებს მზე. და როცა წვიმა მოდის, წვიმაც ყველას ეცემა. ყველას მიწას რწყავს წვიმა, ხო? განურჩევლად ადამიანის ბუნებისა და მისი ცხონებისადმი მისი დამოკიდებულების. აი ესე იესომ ყველა დააპყრო. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გავარჩიოთ ადამიანი, არ უნდა გამოვარჩიოთ იმის მიხედვით, როგორია ის, როდესაც მას სჭირდება დახმარება. ეს იქ თუ ადამიანს სჭირდება დახმარება, მაგალითად წყალი წყურია, მაგალითად პური უნდა შია, ხო? თუ შეგვიძლია ჩვენ რა თქმა უნდა და თუ მოვინდომებთ შეგვეძლება, უნდა დავეხმაროთ. აქ არის ლაპარაკი მოწყალებაზე, რომ მოწყალება ესე იგი მოწყალებას არ აქვს საზღვრები. არც ეროვნული, არც აღსარებლობითი, სხვა აღსარებლობის ადამიანი რომ მოვიდეს, თუ შია უნდა ვაჭაროთ. აი ჩვენი კეთილი საქციელი ამ ადამიანებზე დადებითად იმოქმედებს.
იესო ქრისტეს ამ საქციელმა ეს საქციელიც ვერ გაიგეს კარგად და ამათმა მოიდომეს რომ იესო მათი მეფე გამختارიყო რომ ესე იგი მერე მშივრები არ ყოფილიყვნენ მარტო ამიტომ და იესო რა თქმა უნდა თვალს მიეფარა და ვერ მოიხელთეს მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა იესო ყველა დააპურა და აი ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი ამ სახარებიდან არის ის რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ თუ დახმარებას ოდნავ მაინც შეგვიძლია ყველა ადამიანს და ბოლოს როდესაც იესომ ეს ხალხი დააპურა ხო სავიდან ხუთი პური იყო მარტო დარჩა ნამუსრები ანუ ვინც რაც ვერ შეჭამს ამას და იესომ უთხრა რომ მოაგროვებდეს 12 გოდური 12 გოდური შეაგროვეს და მოციქულები ეს არ გადაყარეს ეს საჭმელი რატომ გადაეყარათ ხო ნაკურთხი საჭმელი და წამოიღეს 12-ვე მოციქული გოდორს ატარებდა რატო იყო 12 გოდორი 12 მოციქული იყო და მათ შორის იყო იუდა ისკარიოტელი რომელიც ამ გოდორს ატარებდა და როგორც მოგახსენეთ ამ 5000 კაცში ბევრი იყო ვინც მე იესოს უყალატა მაგრამ ეს არაუშავს კიდე ვიღაც უცხო ხალხი იყო 12 მოციქულიდან ერთ-ერთი იუდა ისკარიოტელი გოდორს ატარებდა და იოანე ოქროპირი ეუნება მიმართავს მე რომ იუდა ის მაინც არ გახსოვს რომ ეს გოდორი რო ათრიეს სიმწრითო 5000 კაცი რო განაძღო აი ამ როგორ უღალატებ ქრისტეს ეს მაინც როგორ არ გახსოვს რომ ეს გოდორი შენატარა მოკლედ ესე იგი არ დავივიწყოთ ეს ამბავი ღმერთი გზის და წყალობს და როგორც კი საშუალება მოგვეცემა დავეხმაროთ გაჭირვებულებს და ადამიანებს ვერთმა დაგლოცოთ ჩვენთან აცმეთ